მედიტაცია არის ჩემს გვერდზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკითხი, თუმცა არის მიზეზი, რატომაც ამ საკითხზე სიღრმისეულად არ ვსაუბრობდი. ზოგადად ბევრგან შეხვდებით საუბარს მედიტაციის დადებით მხარეებზე, მაგრამ ცოტა თუ საუბრობს იმ რისკებზე, რომელსაც მედიტაცია შეიცავს. მე თვითონ ყოველდილით ვმედიტირებ და ეს არის ჩემი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ არ გეგონოთ, რომ რაიმე ტიპის ანტირეკლამას ვუკეთებ. მაგრამ ნამდვილად არის ასპექტი, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ და თუ მედიტირებ, შეიძლება ეს შენთვის ნაცნობიც იყოს. მედიტაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია არის ის, რომ ის ცვლის ჩვენი ყურადღების ეპიცენტრს და გარედან შემოაქვს შიგნით. ეტაპობრივად იწყები მის დანახვას, რაც დიდი ხნის წინ დამარხეს შენს ქვეცნობიერში. და პრინციპში მედიტაციის მიზანიც ეს არის, უბრალოდ დააკვირდით სიტყვას დამარხვა. ეს გრძნობები თავის დროზე იმიტომ დამარხე, ანუ დაარეპრესირე, რომ შენმა ფსიქიკამ თავის დროზე ისინი ვერ დაიტია. და როდესაც ესე სიღრმისეულად ვეძიებით საკუთარ თავს, ხანდახან იმაზე მეტი ამოდის ზედაპირზე, ვიდრე შეგვიძლია რომ გავუმკლავდეთ. პირადად მე ესეთი მძაფრი და რადიკალური მდგომარეობა საბედნიეროდ არ გამომიცდია, მაგრამ ღრმა ქვეცნობიერული დამუშავების შემდეგ გამომიცდია ძალიან ძლიერი ფიზიკური გამოფიტულობა. ყოფილა შემთხვევა, როცა მომიწია რომ გავჩერებულიყავი და უფრო ღრმად აღარ მეკექა საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალურად მესმოდა ეს საკითხი როგორც უნდა დამემუშავებინა, უბრალოდ აღარ მქონდა ამისი ემოციური რესურსი. ახალ ამოტივირებული ინფორმაციას სჭირდება, რომ ჩვენ ცნობიერში ინტეგრირდეს, რაც შეიძლება მყარად, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ზუსტი დროის დასახელება ძალიან გამიჭირდება საკითხს გააჩნია, შეიძლება ეს იყოს 1-2 დღე, ან 1-2 კვირა, ან შეიძლება 1-2 თვეც. ეს არის წესი, რომელსაც მე თვითონაც ვიცავ. როდესაც ინფორმაცია ზედაპირზე ამოვა და დაამუშავებ, ჩერდები და აღარ იწყებ შემდეგ კიდევ უფრო სიღრმისეულად ქექვას. ისვენებ და აცდი, რომ იმდენად გაგიჯდეს, რომ შენი ბუნებრივი ნაწილი გახდეს და მხოლოდ მას მერე გადადიხარ ახალ ეტაპზე. სიღრმისეული დამუშავება არ ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოთხარო ქვეცნობიერი. ნამდვილი სიღრმისეული დამუშავება ითვალისწინებს იმ მომენტში რამდენის დატევა შეგიძლია ისე, რომ თავი არ დაიზიანო. კვლევებიც არის ამ საკითხთან დაკავშირებით და ფსიქიატრებიც საუბრობენ, რომ მედიტაციას შეუძლია გამოიწვიოს ფსიქოზი და მე მჯერა, რომ ჩემს მიერ აღწერილი პროცესი არის ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. იმიტომ რომ როდესაც ქვეცნობიერიდან ამოდის რეპრესირებული ინფორმაცია, ჩვენი ფსიქიკა საკმარისად ძლიერი თუ არ არის, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, თავისუფლად შეიძლება რომ ამ ინფორმაციამ დაგვაზიანოს. თავდაპირველადაც ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი, რატომაც რეპრესირდა ეს ინფორმაცია. ეს არის ჩვეულებრივი ტვინის თავდაცვითი ფუნქცია. ამ ყველაფრით იმის თქმა არ მინდა, რომ მედიტაცია უნდა შეწყვიტო. ამით უბრალოდ მინდა იმის თქმა, რომ არ უნდა იჩქარო და პატივისცემით უნდა დააინტეგრირო ის ინფორმაცია, რომელსაც ქვეცნობიერი მოგაწვდის. ზოგადად სანამ მომავალში მედიტაციის საკითხს ჩავუღრმავდები, მინდა რომ ეს ინფორმაცია დისკლეიმერის სახით იდოს ჩემს გვერდზე. და თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როცა დიდი რაოდენობით რეპრესირებული ემოციების ამოტივირებას ვერ გაუმკლავდი. ამ შემთხვევაში გონივრული იქნება, რომ ინდივიდუალური დამუშავება შეწყვიტო და მიმართო შესაბამის ადამიანს, რომელიც დაგეხმარება, რომ უსაფრთხოდ გაიარო ეს გზა.